ეხლა მას არ გადავუღოთ ვიდეო. არ დაკაწროს მეშინია ხოლმე დე. არ დამიწეროთ ეხლა რომ მიუშვი ბავშვი მოაფერებინეო. დაკაწროსა მეშინია. დააცლებისა კიდე. აი ესეთი ამინდია გოგოებო. რა? რა ვიცი დედიკო, რა ვიცი. აქ ეს არის ვეტექიმი. ჩემპიონაში ცხოვრობს და გამაფრთხილა. არავითარ შემთხვევაში გარეთ ფისოებსო არ მოეფეროთო. საშიშიო. ჰა. ფისოებსო გარეთ თუ არ მოეფეროთო. არ მახსოვს მაგოგო საქვია. დაბლა ცხოვრობს ჩვენ დაბლა. იასამნები მათ ნახე. სუნიც დგეთან მაგისი. მოვედი გოგოებო სახლში რაღაცეები ვიყიდე. მათუნია მოვიყვანე ჩემი ბიჭი და მოვედი. კვერცხი. რაღაცნაირად მომეჩვენა რომ ზედმეტი გადამახდინეს ორნა ბიჭი და ეს წამოვიდა. კარტოფილი. ნაყინი. No. Nothing sandwichy. Კვერცხი. ემალი. და პეპსი. ორი. კარტოფილი და მოხარშული გოგოებო, უნდა მოხარშო. ფრიანები გავჩქრილა. მოხარშო კარტოფილი. კიდე რა ვიცი, კვერცხი უნდა შევუწო. ორი ცალი თონის პური ვიყიდე. აი ესეთი კიდე ვიყიდე ჩვეულებრივი პური იყოს ხის. ეს უნდა დავჭრა. და რამდენი დღე აქეთი ვადა ვნახო. ამას აქ ვადა 11 რიცხვამდე. დღეს ხო არის 8. და გამოვაშო გოგოებო, გამოვაშო. ბანანები ორი ცალი. კარგია, უარაფერი არ მჭირდება. აქ მწვანეები, მაგას უნდა გავიღებ ხო. ეს შევი ნახოთ. კვერცხი ჯერ არ მინდა და ეს უნდა დავჭრა ახლა პური. ხელი ნაჭრებად. ხელი ნაჭრებად დავჭრათ და ის ყოველთვის ვარ იყოს ძალიან ისეთი რა ძალიან ახალი. ჩემთვისაც მინდა ეს პური რო ხუხა ხოლმე, თონის პურს ხო ვერ გახუხა. საღამოთი ძალიან მიყვარს ჩაისთან.
არის რაღაცები დასჩენილი, მაგრამ ისინი უნდა მოვიღო, იმიტომ რომ ყოველდღე მოთხოვს მათე იყიდოს. ყოველდღე. ნაყინები იყიდა. რადგან ეხლა ზაფხული და ამისთვის ნაყინი ყოველდღე ძალიან უყვარს ნაყინი. ნაყინი ყოველდღე ეხლა. უნდა დიდი დანახო, იცით ხერხიანი დანები რო არის. ეგეთი. ამპულს კარგად რო დაიჭრას ადვილად და დავიტანჯე. თურქეთში შორენ ადრე ჩემი მეგობარი ხო თურქეთში იყო რა ხავით სანამ საფრანგეთში წავიდოდ ხო და იქ ანუ უსო იდოლობდნენ თვითონ მეჭრიდნენ იქ რა ვიდეო დაბა მოიცეთ წუთი მათი რა ხო დავჭრა ეს ბოლო თვითონ მეჭრიდნენ ლამაზათო შორენა სულ ესე მაჭრემინებდი თო და ესე კონდა სახში მე მგონი შეგიძლია რომ თლიანყური კაცი ყიდო რამდენი ნაჭერიც გინდა აქ ხო გიხუჭდება ეს თელია ეხლა ნახეთ კარგად დავჭერი ისე დანარჩენი კარგად ეს თელია ეს რა მინდა მგოებო იცი ეხლა მინდა ესენიც გავარჩიო და კარგად გავერცხოთ ეს არის ოხრახუში და ხახუ და მე კარტოფილი უნდა გავხსნა კეთეთი ბიჭებით განანა აქ ჩვენ ონა ბიჭის წინ და იმათ აქვთ ჭანილი ტარხუნა არ მომეწონა უნდა მეყიდა მაგრამ არ მომეწონა ტარხუნა არც წიწმატი არ აქონათ ხახვით ძლივს ამოვარჩიე უკვე გაფჭებული ქონდათ მწვანილები თუ რა იყო ძლივს ავარჩიე და მინდა და ტარხუნაც მე ძალიან კარგი სუნი აქვს და გამწვანე
ვხვდით რომ ხო ესეც გავარჩიო ბალე მოვაჭრეთ. ეხლა კარგად გავე ხავდავარდეთ ჯერ. წვანილი და კარტოფილი მინდა მოხარშული ზეთთან ერთად. Pilpilთან ერთადაც მიყვარს pilpili, ზეთი და ხახვი. ხახვი ეს სახარ. ის თავი ხახვიდაც ძალიან გემრიელი გამოდის. ზოგჯერ ხოლმე მოვაჭრე იმასაც ხოლმე. თუ ეს წვანი ხახვი არ არის. მაშინ ეხლა მადლობა ღმერთს გოგოებო ყველაფრისთვის რაც გვაქვს რომ გვაქვს აზრდო ორი ნაბიჯის კარტოფილი ტალახიანია, მაგრამ ძალიან გემრიელი. ცოტათი ძვირი ღირს უკვე, ვიდრე ის სუფთა კარტოფილი. გარდა 50 გირდა გარეთ სუფთა კარტოფილი, ოღონდ თეთრი როა რაღაცნაირი და ეს ღირს გარდა 75, მაგრამ მაინც ის ვიყიდე. იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. შეთქალიანი დღე და ღამლა დღეს ვიყიდე. ცივა ჯერ ვერ დათქვა ისე რომ გახვიდე და კარგად გაისეირნო რა ვერა. ჯო კარგად რომ დაცხება, აი მაშინ ძალიან სასიამოვნო იქნება. სიყვარული და სიცოცხლე არის ისა დედაც. კურსიაზე მიდიან და უნდა ვკითხო ერთი. უნდა თვითონ წასვლა. ექსკურსიაზე. სურვილი თუ აქვს. არა, აქ და სუმავიწყდებ, აღმერთო ჩემო ვეღარ დავიწერე, რომ ვიყიდო დაფნის ფოთოლი არ აქვს. იქ რომ მივდივარ ვიბნევი და მავიწყდება მაღაზიაში. არა იმ დღეს ვიკითხე, ორ ნაბიჯი არა აქვს.
ანუ ვიკითხე და არ იყო რა. მე ესე დამავიწყდა. ბაზარში არ დავდივარ და. გვირილაში გქონდა ხოლმე ქვე. აფნის ბოთლი. ურცესე რაღაც ვიდეოები მხდება გოგოებო რა ვიცი. ვეღარ გავიგე რა. რა ხდება ძესთან დაკავშირებით. რაც სხვა პროდუქტი შემოიტანესო და მაგიტომ გაუკეთეს ვითომ ანტირეკლამა. თუმ შემოიტანეს რაღაც ევროპული პროდუქტი ახალი რძე. ვეღარ ვიქებ. რა ხდება? რა ხდება არ ვიცი. დაველოდო ერთი კარგად გამოირკვეს რა. თორე ძალიან მიჭირს რომ რეჟიმს ვეღარ მათთვის. რა გოგო შემოვიდა ჩვეულებრივად იყიდა ყველაფერი ლიბრეში. სანტესი მე მგონი. იყიდება ჩვეულებრივად. Овეთ პერიოდი მახსოვს ქათმის გრიპზე იყო მე მგონი. მახსოვს ვარჭამდით, არ ყიდულობდით და ზოგი ჩვეულებრივად ყიდულობდა. დეიდაჩემის ლაპარაკი მახსენდება, აი ზუსტად რომ ქათამს მეო არ ყიდულობდიო რა ბაზარში უწევდა ხოლმე ყოველ დღე ვაჭრობდა და ყოველ დღე ბაზარში უწევდა ხოლმე ყოფნა და ანუ არ ყიდულობდიო, იმიტომ ავყევიო რაღაცნაირად რა ყველაფერსო. და ხალხიო ჩვეულებრივად ყიდულობდა ქათამსო. ჩვეულებრივადო. და ისეთი ჩასუქებული კარგი ქათმებიო, ისე იაფად ყიდულობდნენო, რომ აი არ ვიციო რა. კაპიკებში იყიდებოდაო, რომ არ გაფუჭებოდათ და ეს რა ქვია. გადასაკველი რომ არ გამხდარიყო. ხახმა ბევრმაო ძალიან ბევრმა ხელი მოითბო მაშინო და ცარავის არაფერი არ დაემართა. მახსოვს დეიდაჩემის ლაპარაკი ქათმებზე. მაშინ კაპიკებშიო, 3 ლარებში იყიდებოდა ქათმები და 2 ლარებში მე მგონი ისეთი იაფად. მარტეზია ეგამბა. ხوარი გოგოებო, ესეთი ბიოპროდუქტები ჩვენთვის რო არ არის რა ხელმისაწვდომი. საქართველოში ხوარი ეგეთი პროდუქტები. ვიცი, საერთოდ შეიძლება გუდვილში, მე არ ყოფილი ვარ გუდვილში და გუდვილში არის მგონი ეგეთი ძალიან ძვირიანი პროდუქტები. აბა თუ იცით, თქვენ დამიწერეთ. არის გამიგია რო არის, ხა მე არ მიყიდია არასდროს ეგეთი ძვირიანი. ხილბოსტანიც არის და ძეხვეულიც არის ძალიან ძვირიანი, როგორც სმენია. კარტოფილს ვერ მიშეთ მწვანი კუციც დიდად
ისინი გარეცხილებია, ადგილები არა მაქვს და ერთმანეთს ემილავდია ყველაფერი გარეცხილი. სხვა ვიცი. მე აქ უნდა მოვხარშვა მყოფში. ერთი ნახოთ ჩავა. გონირო ჩავა. კი. ჩავას უჩვეულებრივად და მთლიანები რომ მოვხარშო, ისეთი დიდიც არ არის. გოგოებო, რომ ვერ მოიხარშოს. საშუალო კარტოფილი მიყვარს მე და აი ერთი ავარჩიე ზუსტად საშუალო. ეხლა ეს აქეთკენ დავდოთ ცოტა ხანი. აგარ გემიერად ნაჭამო მოვხარშო. ზის მოყალული დიდად არც ისი არ ვიყავი. არც მე, არც ბავშვები. საერცხის თუნით საყიდელი მაგერიც რა მოვიწყდა. ეს აღარ დასვენება აქვს და ოშობაც მე მგონი დედაენის დღე არის. რაცა გააკეთე თუ ან დახატო მე ლამაზად დედაენის წიგნიო. მიამასწავლებელმა და ეხლა უნდა ვიკრამათის. მახატინე ერთი ლამაზად. ხატვა მაგას ეხება და რაც ეხება ჩემ ბიჭს. იმ კუთხით მინდა რომ ანუ განვითარდეს მათემატიკა უყვარს და ხატვა. ნიკა არ მივიდა ხატვაზე. ნიკასაც ეხება ხატვა, მაგრამ არ მივიდა და ციქნებას მივიდეს. მოვიდეს ამას მისვლა. შვენივრად მოიხარშა. აი. მათ ეს ახლა ამას ჩავუჭყლე და. იმიტომ რომ მეტიურე მინდაო. ეს ესეთია, სულ რაღაცა განსხვავებული უნდა, რასაც ვაკეთებთ ის კი არა, სხვანაირი უნდა და მთლიან კარტოფილებს არ შევჭამდი, უნდა ჩაუჭიდო ახლა.